უფასო სასადილოებზე თუ გრძნობთ პასუხის უფასო სასადილოებში კორუფციაზე, რომელიც გამოავლინა სუსმა, თქვენ თუ გრძნობთ როგორც მერი პასუხისმგებლობას იმაზე, რაც 3 წლის განმავლობაში ხდებოდა 4 რაიონში უფასო სასადილოებში. ბატონო ნახევარი ლარი მოპარდა. კომპანიები, რომლის კონტროლიც გამგეობას და თქვენ გავაკეთეთ. აი, ნახეთ, უკვე შეკითხვაში იტყუებით და შეკითხვაში საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში მცდელობა გაქვთ მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას, ხო იცით რომ საზოგადოება რომ მოატყუოთ და სიცრუეში აცხოვროთ, თქვენ შეიძლება თქვენი ბაბლი ატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ესე იგი გამოვლინდა კონკრეტული კომპანიები, ვისაც აქვს დანაშაული თვითონ უფასო სასადილოებს, რაც შეეხება 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სისტემატიურად ახორციელებენ სანიტარულ მიმართულებაზე შეფასებას, დათვალიერებას, რომ რაიმე პრობლემები არ იყოს აღნიშნული მიმართულებით, რაც შეეხება თვითონ პროდუქციის მიღება, ჩაბარებას, ბენეფიციართა აღრიცხვას, კონტროლს, ეს ყველაფერი ევალება კონტრაქტორ კომპანიას. ეს ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის გაწერილი ყველაფერი. შესაბამისად, ეხლა თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ შემჩნეული დანაშაულში, რა თქმა უნდა, ამას მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება და ისინი იქნებოდნენ დაკავებული. მაგრამ რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, არიან მე არ ვიცი ხა ეს კონკრეტული კომპანია თუ მისი ქვეკონტრაქტორები, ამას გამოძიება დაადგინეს და გაირკვევა ყველაფერი. 4 წელია უწყვეტად ეს კომპანია კონკურენციის გარეშე იმარჯვებდა თბილისის 4 რაიონში. აქაც იტყუებით, ნახეთ, რამდენჯერ გამოგიჭირეთ თბილისში. ერთხელ გამოგიჭირეთ თბილისში და აუხსენი მოსახლეობას, საზოგადოებას, მეორეჯერ გამოგიჭირეთ თბილისში. რაც ნიშნავს კონკურენციის გარეშე. სასადილოებთან დაკავშირებით ცხადდებოდა ინტერესთა გამოხატვა, ცხადდებოდა ტენდერი, იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიები და ტენდერის სახით ხდებოდა გამარჯვებული კომპანიის გამოშვება. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი. ეს კომპანია იყო მარჯვე. ბატონო კახა, პასუხისმგებლობას იხსნით. როგორ ხდება პასუხისმგებლობა, ვისაც ეკისრება, ვინც დანაშაულს ჩაიდეს, ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. თქვენი პასუხისმგებლობა ბატონო კახა, იქნებ მომისმენს მოთხოვნა. გამომსვლელებს შორის ძალიან ბევრ საუბრობთ და სხვებსაც აცადეთ. აი როგორ შეაფასეთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიმართეს ნიდერლანდების პარლამენტს ამჯერად დასანქცირების მოთხოვნით და გამოსვლელებს შორის იყვნენ ეკაკი გაური და გიორგი რუხაძე. ხო, ეს ჩვეულებრივ ნომრიანი აგენტები არიან, ეს ადამიანები ჩვეულებრივ მოღალატეები არიან. ისინი საერთოდ ყველამ ვიცით როგორ მუშაობს ზოგადად ეს სისტემა. გარედან იღებენ დაფინანსებას, აძლევენ ფულს იმაში, რომ იყვნენ მოღალატეები, იყვნენ აგენტები და ემსახურონ იმათ, ვინც ამაში იხდის გარკვეულ საფასურს და თანხას. ჩვეულებრივ ნომრიანი აგენტები არიან. ახლა რა გიკვირთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ, ის რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი შეჩერებული იყო, ის რომ კანდიდატის სტატუსი გაეუქმებინათ. რა თქმა უნდა, აი ქართველებს ვერ ვიტყვი. ეს მოღალატეები იყვნენ, ვინც ჩადიოდნენ ბრიუსელში, კაბინეტებში დარბოდნენ და თავადაც არ მალავდნენ ამ ყველაფერს, რომ ამით იყვნენ დაკავებული და შესაბამისად დღეს ამ ადამიანებს, რომ არანაირი რესურსი არ აქვს ქართულ საზოგადოებაში, განულებულები არიან, გაფარჩაკებული, გაუბედურებულები არიან, თავიანთი გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რაც მიიღეს. ხალხი ძალიან კარგად ხედავს, აფასებს თუ ვინ არის და ვის ემსახურება. ერთი ცხადია, რომ საერთოდ საქართველოსთან, ქვეყნის ინტერესებთან, ქართულ ხალხთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვს. ბატონო კახა, ბაღებში რომ ფულს იპარავდნენ თქვენი ბრალი არ იყო. უფასო სასადილოებში ფასადს დაასვენებთ და თქვენს დაგიბრუნდით. კარგით, გელოდებით როდის დაგუბრუნდებით. თურქეთში გაემგზავრნენ. ეს მაშინ როდესაც ვინ გაემგზავრა? ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ასევე თამარ ჩერგოლეიშვილი, კიდევ ზურაბიშვილის გარემოცვა. ეს მაშინ როდესაც იქამდე დაანონსებული ქონდათ ხალხთან რეგიონებში შეხვედრები, აი ამის პარალელურად ისინი საზღვარს ტოვებენ. აი ამის როგორ შევხვდით? არა, არ ვიცი ხა ვისაც სადაც უნდა იქ წავიდეს ეს ჩემი
გასარკვევი არ არის და არც ვაპირებ ამ დეტალებში შევიდე. უბრალოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანებს ქვეყნის შიგნით საერთოდ არანაირი რესურსი არ გააჩნია. არც პოლიტიკური, არც ადამიანური, არანაირი განულებულები არიან. იმიტომ რომ რაც არ უნდა სახელები დაირქვან, რაც არ უნდა რაღაც ახალი პარტიები შექმნან, ახალი პლატფორმები, მათ აქვთ ერთი მთავარი სახელი, რომელიც თავიანთი მოქმედებებით გამოიმუშავეს, ეს არის მოღალატეები, ნომრიანი აგენტები, ჩვეულებრივი მოღალატეები. ბატონო, უფასო სასადილოებში ფულს იპარავდნენ, თქვენი ბრალი არ არის. ბაღებში ხდებოდა იგივე ცოტა ხნის წინ გამოვლინდა, თქვენი ბრალი არ არის. გითხარით, მაშინ რა არის თქვენი როგორც მერის პასუხისმგებლობა? მე ბევრჯერ გითხარით. თქვენ ხართ ამ ქალაქში განვითარებულ პროცესებზე და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე. როგორც წარსულში 10-ისა და მომავალში. 30000-მდე არა რა თქმა უნდა. არა რა თქმა უნდა, 30000-მდე თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალიტეტში. თავის გამგეობებიანად ყველაფრიანად 30000-მდე თანამშრომელი მუშაობს. თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ან ჩაიდენს დანაშაულს კანონის წინააღმდეგ ყველას მოუწევს პასუხისგებლობა. ძალიან მარტივია. დღეს ისეთი მოცემულება შეიძლება საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისგებლობა, ხო? ისეთი ვითარება. მე ვარ პასუხისგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც წარსულში, აწყვოში და მომავალში. ბერა კონტროლებს რა ხდება თქვენს დაქვემდებარებაში დარღვევები არ ხდება ამის მიუხედავად. ეცოთ გავანათლებ ცოტა ხანი. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. არ არის საგამოძიებო უწყება. ყველა თქვენ რა გინდათ იცი? თქვენ მებრძვით მე პოლიტიკურად. ყველანაირი სიბინძურეს კადრულობთ. არა. უნდა იაზროვნოთ, კითხვებს როსვავთ, აზრიანი კითხვა უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება და რის საშუალებასაც მე თქვენ არ გაძლევთ. ამიტომ ძალიან ღიზიანდებით, ძალიან წყინთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის რეალობა. ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ. არანაირად სიმართლეს არ საუბრობთ, არანაირად კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებით არ საუბრობთ, კონკრეტულ საკითხებზე. აი ნახეთ, ხო ხედავ, აი მიშლით. არ გინდათ რომ გაიგოთ სიმართლე რა არის, რაც თქვენთვის სასარგებლოა, რაღაც პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სხვაყს შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელებზე უნდა გავცე პასუხი. წარმოუდგენელია, არ არსებობს. შესაბამისად, ნახეთ, თქვენ გინდათ რომ მე და დედაქალაქის მერიას მქონდეს პირდაპირ ჩვენ ვიყოთ მუნიციპალიტეტი, ჩვენ ვიყოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო უწყება. არ ხდება ასე. გაიგეთ. ყველა უწყებას აქვს შესაბამისი მიმართულება, ყველა უწყებას აქვს თავისი სფერო და ყველა ვალდებულია იმოქმედოს თავისი ვალდებულებების ფარგლებში. არსებობს საგამოძიებო უწყებები, რომლებიც დღეს არიან მოწოდების სიმაღლეზე და შესაბამისად თუ კი ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს და ჩაიდენს, ყველაფერს მოყვება რეაგირება. გაიგეთ იმას. წადით ახლა იმეცადე. არა, მე არ მჭირდება მესარებში განმარტოვა არ ხდება, თუმცა ამის მიუხედავად თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება. აი, კიდევ უფრო დეტალურად რომ განმარტოთ. ხო, ნუ გუშინ ახლა რაც ნახეთ ლილოს თავშესაფარში, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. ხო, წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც არის დაკვირვების ქვეშ. ზოგი ცოფის, ზოგი ძიმი ავადმყოფობით. ნუ აი, შეუძლებელია ეს დამოკიდო კატეგორიულად მიუღებელია. გარდა ამისა, ლილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ხდება გაფართოვება და გვექნება შესაძლებლობა ძალიან მალე დამატებით 300 ძაღლის ვოილერები გაკეთდეს. ამის გარდა გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფარის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზე არის გათვლილი და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ის გამოწვევები, რაც არსებული მიმართულებით, რაც აწუხებს საზოგადოებას, აწუხებს მოსახლეობას, ჩვენი მხრიდან იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა თანადგომა. მე გუშინ ვისაუბრე და დღესაც გავიმეორებ, რომ სტერილიზაცია კასტრაციის მიმართულებით აი ბოლო წლების განმავლობაში რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა არასდროს არ გაკეთებულა და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ იმ ტიპის ქმედებები რაც ჩვენ გუშინ ნახეთ, ხო, სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება, ეს არ არის სწორი და კატეგორიულად მიუღებელია. ამ ტიპის ქმედებებით, ამ ტიპის განცხადებებით, გადადგმული ნაბიჯებით სიძულვილს იწვევენ
საზოგადოებაში და ადამიანებში, თუნდაც ზაღლების მიმართ, მიუსაფარი ცხოველების მიმართ. არ შეიძლება ეს ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ გუშინ იქ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ. სინოდის ხდომაზე მინდა კითხოთ ახლა მიმდინარეობს ხდომა და კონკრეტულად ამ კუთხით მინდა მოვისმენთ თქვენი შეფასება. მეუფოს-ჩიოს მისამართით ისმის ხოლმე კრიტიკა ბოლო დღეებში. შეიძლება ეს აღიქვას როგორც ჩარევა ეკლესიაში. არა, კრიტიკა ვისგან, კაც, ხო, ხედავთ ვისგან, უსამშობლო მოღალატეებისგან, ამ აგენტურისგან, ხო, ვისგან ვისმენთ კრიტიკას. ისევ ამ ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენს საპატრიარქოს, ჩართულები იყვნენ წლების განმავლობაში და ამაში ფულს იღებდნენ, გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია, პატრიარქის დისკრედიტაცია მოეხდინათ. მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, გრძნობს, აფასებს. ძალიან კარგად ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ხო? ამიტომ, რა ვიცი, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ჭირდება, როგორც ჩვენს სარწმუნოებას ჭირდება და როგორც ჩვენს პატრიარქს